Იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1327 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან იმერეთში 157 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1419 ადამიანი იმყოფება, მათ შორის მძიმე პაციენტია 229, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42 ადამიანი. რეგიონში კლინიკურ სასტუმროებში 288 პირია, საკარანტინო სივრცეებში კი 15. ამ ეტაპისთვის იმერეთში თვით იზოლაციაში 6319 ადამიანია. სამწუხაროდ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუს ჯამში 1829 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ვირუსისაგან გამოჯამრთელდა 3488 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯამრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161681-მდე. ქუთაისში კორონავირუს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა. რუსუდან ჯიქია ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით მას ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რუსუდან ჯიქიას COVID-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა. ექიმი ქუთაისის ნომერ 2 ახალ სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა. Ხოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკაში ყავს ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, რომელიც 10 დღე გადიოდა ჩვენთან რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას, ჩაუტარდა შესაბამისი ყველა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა სამწუხაროდ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე კლინიკაში ყავს 82 COVID ინფიცირებული პაციენტი, აქედან 4 ყავს მართვის სუნთქვაზე, 15 პაციენტი ყავს ძიმე, ყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები, რომლებიც სიმპტომურად, რომთაც მკურნალობა ძირითადად სიმპტომურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კლინიკაში ყავს 4 არასრულწლოვანი და ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან. გავწერეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 პაციენტი და მივიღეთ 8 ახალი COVID ინფიცირებული პაციენტი. ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკიას ქუჩაზე ეგრეთ წოდებულ გარედოკის დასახლებაში მოხდა. ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა. გარდაცვლილია მამაკაცი. დამწვარია 20 კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძრის გამომწვევ მიზეს გამოძიება იკვლევს. მომხდარზე გამოძიება 197 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. Τι არის გარდაცვლილი? მეორე სხვა ოთახში ყოფილა აქეთ ზალაში და იმას სუნი მეცაო ამბობდა ქვევით და სუნმა მივედი იქეთო. ხო იცოდა რომ იქეთ ის იწვა და ვერ შევიდა იქ, რადგანაც კვამლი იყო და ვხედა და ვერ დადიოდა ფეხს. კიბო ქონდა გადახდილი. ვიყავით ასულებზე, მაგრამ ვერაფერი ვერ გავახერხებთ, ენერგიის სიცხლე და ის იყო კვამლი. ალბათ სიგარეტის ნამწვამა დიდი ალბათ. საკუთარი მიწაწყლის დასაცავად ღამეებს ათენებენ სოფელ ჟონეთში. მოქალაქეები ნამუხვან ხესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე თვეები აიბრძვიან. რას ნიშნავს მათთვის ეს ადგილი, როგორია მათი შემართება და მოლოდინი? ვრცლად ნახეთ მასალა. 50 დღე და ღამე ნამუხვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ლეჩხუმელები და არა მარტო ისინი საკუთარი მიწაწყლის დასაცავად იბრძვიან და კომპანია ენკას სამუშაოების შესრულების საშუალებას არ აძლევენ. მათი მოთხოვნა უცვლელია. თურქულმა კომპანიამ დატოვოს ტერიტორია და გიგანტური კაშხალი, რომელიც მთელს რიონის ხეობას ემუქრება, არ აშენდეს. 51 დღეაც და მეწინააღმდეგებით ნამუხვანის ჰესების კავშირი. 50 ღამის განმავლობაში იული არის. რატიცია გვაქვს ჩვენ ასეთი, რომ ამ მიწაწყლის პატრონობა გვევალება. მე სწორედ ისევე დავზარალდები, როგორც მთელი საქართველოს. გარდა იმისა, რომ დაიკარგება ისტორიული კულტურული კუთხე, დარჩენილი ცხოვრება შიშის ქოთნაის ხუროს ძალიან ბევრმა ადამიანმა
მაშინ შვება ჩემთვისაც და ყველასთვის. ხა მართლა ბევრჯერ გვითხოვს და კიდე გამი რომ კაშხლის ძირში ცხოვრება რო არ უნდადეს ადამიანს ეხა მაინც და მაინც რა გასაგებია. რას ნიშნავს ეს ადგილი ადგილობრივებისთვის? რისთვის იბრძვიან ისინი და რა მოლოდინი აქვთ? ამ თემებზე მეგატივის ჟურნალისტთან როლანდ ლომთაძე მისაუბრა. როგორც ის ამბობს, ნამოხვან ჰესი რომას შენდეს შესაძლოა ონიდან ფოთამდე არაფერი დარჩეს. ჩემთვის ის ადგილი არის მაცხოვარი, უფალი არის, ღვთისმშობლის მარიამ წილის მიწაზე ვდგება. ჩემთვის არის ყველაფერი ეგ. ყველაფერი არის, წარყვნა მოხდება მთლიანად, არ არის გამოკვლეული არაფერი მასალა არ არის სინამდვილეში. ქუთაისი ხო საერთოდ არ არის ხსენებაში. ონიდან ფოთამდე ხო სულთა ერთი ქართული ქალაქი რომ არაფერი აღარ იქნება. არაფერი არ დარჩება, არაფერი არ დარჩება, ესენი რო იტყულებიან და რომ რაღაცა რომელიც საუკუნეში ვცხოვრობთ და ჭრაკზე ხوار გინდათ და სანთლებზე ხوار გინდათ, ეგია სრულიად სრულ. ჩვენ მეთოვდგავართ აქ ვიცავ ჩვენ წილ მამულს, მიწას და მთლიანად საქართველოს, არა მარტო ეგ არ არის, მარტო ჩვენი, რომ ჩვენ ჯგუფები ვართ დაუშვათ აჟურნებლები, ეგეც მთლიანად მთელი საქართველოს ციხეეთი ქვეყანა და ვიცავ ჩვენი ვალი არის, პირადად ჩემი ჯვარი არის, ვალი არის. რა თქვა დიდმა შოთამ, იცით? რაცა უფარს არ წადია, არასაქმე არ იქნების. შოთაზე დიდი მსოფლიოში მე მგონია და მით უმეტეს მადლობა უფარს რომ მე აქ საქართველოში და ქართველი დავიბადე შოთას სამშობლოში. წარმოიდგინე იმაზე დიდი თქვა ვინმე ვერ ეღირსებიან მავალი და მავალი, მაგრამ მე ეს ხალხი მეწოდება რო ისყიდიან ამ ხალხს და ატყულებენ, ეს ხალხი თუ არა დღეს ამბობენ რა მინდა გულწრფელავ თქვა ამბობენ იმას რომ თქვენ აქ არ ემიტოთ გიხართ რომ გაგილანძღიათ იქენი არავინ არ გაყიდულა კი არ გაყიდულა ეგენი მოატყულეს ატყულებენ დღესაც ჩვენე მაგარი ხალხია მაგაშავებელე სიცხვილის წიგნი შემოიღეს და მაგის აგვაქვს მაგრამ არ გამომიყენებ იმიტომ რომ მაგია უკანასკნელი იქიდან დავიწყებთ ყველა ჩაიწერება და ყველა სახელი და გვარი გამოეფინება იქნება მაგრამ ამ წუთში ოდიშ მოვიხდი ამაზე რო თქვა არ მინდოდა ამის თქვა მაგრამ მაგის უნდა ვცათავოთ იმიტომ რომ თავის შვილიშვილმა რა დაუტოვა ჩვენ ხო დაგვიტოვა ჩვენმა წინაპარმა უნდა იცოდეს თავის წინაპარმა რა დაუტოვა და ვინ მოაწერა ხელი და ვინ მოუდგა მათ გვერდში და აზზე მოვიდნენ სულ ყველა საკუთარი ვალისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს ლევან გოგოლაძე, რომელიც ღამის გასათევად ადგილობრივებს ქუთაისიდან შეუერთდა. მე ვიცი აქ რა ხდება და არ მომწონს ეს და ამიტომ გავარ უბრალოდ ჩემ პირად ინტერესისგან. ჩემს მიწაზე არ მინდა ეს ხდებოდეს და შეიძლება მე აქ მიხერხდება და ქუთაისიდან მაგ საშუალება მოვახერხო აქ მოსვლა დარჩენა და აქ დგომა. იმედი რო არ იყოს აქ რა ვიცი რთული იქნებოდა გაჩერება. ამ იმედს ყოველდღურად ღმერთი გვიგზავნის და რაღაც წვიმანებში ხედავთ და სადაც არ არის იქაც ვცდილობთ რომ დავინახოთ. მე მაგალითად რო არ ჩავრთულიყავი ხო ჩემი თავი დამნაშავედ მიმაჩნდებოდა და მე არ მექნებოდა ჩემს გარემოცვასთან ან თუნდაც შორს რო ვისაუბროთ ჩემი შთამომავლობა ვერ იტყოდა რომ აი აქ ამხელა რაღაცა ხდებოდა და თურმე ასე ჩემი ან წინაპარი ან ვინმე ხან ხმა არ მოუღია არ გამოთქვა მისი აზრი ჩვენ ცხოვრობთ იმისთვის რომ ჩვენი აზრი გაგვაჩნდეს და სადაც შეგვიძლია მოქმედება იქ ვიმოქმედოთ და მე მიმაჩნია რომ აქ შემიძლია რაღაც ჩემი ბოლოს და ბოლოს ერთი ცარიელი ადგილი მაინც ხომ მიჭირავს და სადაც დასადგომია იქ ერთი მეც ვდგავა. ნამოხვან ჰესის 105 მეტრიანი კასკადის ტანის მშენებლობა ადგილობრივების ძალისხმევით ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა არავინ იცის ეს როდემდე გასტანს და როდის აღადგენს სახელმწიფოს თანხმობით სამუშაოებს თურქული კომპანია ენკა. საფრთხეები, რომლებსაც ნამოხვან ჰესი ქმნის, თუმცა მომხრეები მათ უარყოფენ ასეთია: სოფლების დატბორვა, ბიომრავალფეროვნების განადგურება. სეისმოლოგების თქმით კი, თუ კაშხალი დაზიანდა, ის დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვის. ბოლო 24 საათის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით
დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 85 ფიზიკური პირი 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისათვის დააჯარიმა. გარდა ამისა, 24 საათის მანძილზე პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 793 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. ცნობისთვის, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით. ხოლო იურიდიული პირის 10,000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის ამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება პირდაპირ ეთერში მუშაობა სტუმართან ერთად განაგრძობს. როგორ აფასებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და შედგება თუ არა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ოპოზიციასა და მთავრობას შორის. რას ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევისა და გვარამიას შესაძლო დაკავების შესახებ. მთავარი სპეციალური გამოშვების კითხვებს პარტია თავისუფალი საქართველოს თანადამფუძნებელი გოგი წულაია პასუხობს. მოგესალმებით ბატონო გოგი, მადლობა რომ გვერთვებით. მოგესალმებით, პირიქით მადლობა რომ მომიწვიეთ სასაუბროდ. ბატონო გოგი, რა ვითარებაა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ამ ეტაპზე? როგორ შეაფასებთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს? ჩვენ ვარ ძალიან რთულ სიტუაციაში, ქვეყანას ერთდროულად თავზე დაატყდა ყველაფერი, თუ რამე შეიძლება არსებობდეს და ყველაფერში კრიზისი გვაქვს. ეკონომიური, სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური, რავი, თუ რამე შეიძლება ითქვას, ყველანაირი ინფლაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველანაირი კრიზისია ქვეყანაში და ამ კრიზისის გადაჭრის სურველი და მცოდნე ხელისუფლება არ ყავს. აი რა შეეტყობათ მათ საუბარში ან ამაში, რომ აპირებენ ამ კრიზისების გადაჭრას და რა გზებით აპირებენ, როგორ აპირებენ, რა ადამიანები, როგორი ადამიანებით, რა თანხით, ვისი დახმარებით, აი ამაზე საუბარი საერთოდ არ მიდის ქვეყანაში. შედგება თუ არა მეხუთე რაუნდი, დედას რომელი უტირებს, ოპოზიცია უტირებს ხელისუფლებას, დედას თუ ხელისუფლება უტირებს ოპოზიციას, დედას, ეს ამთავარი თემა. ამასობაში ქვეყანა აღარ იქნება. თქვენი მოლოდინი როგორია, ბატონო გოგი? შედგება თუ არა მოლაპარაკება და მეხუთე რაუნდი გაიმართება თუ არა? მე აღარ ჩვენ ძალიან ცუდი, აი არ ვიცი როგორ გამოვხატო ახლა ეს აზრი ვარ. აი ცუდ ტალღაზე ვართ ქართველები რა, ასე რაღაცა უფრო რბილა ვთქვი რაღაცნაირად, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გვაქვს 91 წლებში როგორ დავიწყეთ სამოქალაქო ომი, როდესაც ორმა მხარემ ვერ მოახერხა ერთმანეთთან ქართულ ენაზე, ქართული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებმა ერთმანეთთან დასაუბრება და როგორ აიღენ ავტომატები ხელში და როგორ დავიწყეთ ერთმანეთის ხოცვა. ეს გამოცდილება გვაქვს, სხვა ქვეყნის გამოცდილება კი არა. ჩვენზე გვაქვს ეს გამოცდილება და მისგან გასულია 30 წელი და ახლაც ვერ ვახერხებთ ერთმანეთთან საუბარს. და ჭირდება ამერიკელი, ჭირდება თურმე გერმანელი და ჭირდება ფრანგი, რომ ერთმანეთთან ვილაპარაკოთ. აი ეს უკვე კიდევ ერთხელ მიათითებს, რომ ჩვენ სახელმწიფოდან შორსა ვართ, არა ვართ მწიფე მზად სახელმწიფოებისთვის და სახელმწიფოებრივად აზროვნებისათვის. და ასეთი და ვკითხულობ მეხუთე პირველ ოთხმა რა ქნა, რომ აღარ მეხუთე ხო დააღლის ძველზე აღელს, აღარ უყურებ მეხუთე რაუნდში რა გვეშველება და საერთოდ ესაა ჩვენი ტრაგედია, რომ ვეძებთ გადამჩენელებს, ვეძებთ შუამავლებს და ასე შემდეგ. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და უნდა შეძლოს ადამიანებმა ერთმანეთთან საუბარი, რაღაცეების დათმობა, რაღაცეების გაყობა და ისე მართვა ამ ქვეყნის. მოკლედ რომ ვთქვა, რომ დავამთავრო ახლა ჩემი აზრი,
ვარ ძალიან მძიმე სიტუაციაში და გამოსავალი აუცილებლად იქნება მე მჯერა, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან რთულ ბუნდოვნებით, აი მომავალი არის ბუნდოვნებით მოცული რა. მოკლედ რო გითხრათ. ბატონო გოგი, თქვენ ძალიან კარგად და ყოველდღიურად და ყოველ საათში ადევნებთ თვალს პოლიტიკურ მოვლენებს და ხართ საქმის კურსში. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას, ასევე მთავრობას შორის რა ხდება? ესა ტრაგედია, რომ ზუსტად ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ გაზრდილია სიკვდილიანობა, ადამიანებს არ ყოფნის სასუნთქი აპარატები, კორონას დაავადებები უკვე ფართო მასშტაბებს იწევს და სიკვდილიანობა რაც თავარია გაზრდილი და თან გაყრელიზე გვიანოსებს, რომ ვერ მოხსნი კარანტინსო თუ რაც ქვია ამ შეზღუდვებს, რადგან სიკვდილიანობას ველით უფრო დიდსო. ამ ფონზე ტელევიზიით გამოდიოდა და ემუქრებოდა რაღაც ნაციის საზოგადოებისას, არასამთავრობო იქნება, ოპოზიციური ტელევიზია იქნება, თუ ადამიანები იქნება და ამგენ მუხარის ენით საუბრობდნენ, იმის მაგივრად ფიქრობდნენ, როგორ გამოიყვანოთ ქვეყანა ამ მძიმე სიტუაციიდან და არქვევდე მარტო იმას ძალადობრივ რიტორიკას. არ ვიცი რა და ესა გულს რომ მიტეხავს და ასეთი რიტორიკიანი ხელისუფლება რომ პოლიტიკურ კრიზისს ვერ დაძლევს, ამაში ეჭვიან მეპარება ერთი წამით და აღარ სხვა კრიზისებსაც ვერ დაძლევს, ეგიც ხო ფაქტია, მაგრამ ჯანდაბას კიდევ იგი, მაგრამ პოლიტიკურ კრიზისს ასეთი რიტორიკით, როცა არასამთავრობოებს ემუქრები, როცა ტელევიზიას ემუქრები და მხოლოდ შეგან როგორი მოლოდინი გაქვთ, ბატონო გოგი, მოუწევს თუ არა გვარამიას საკუთარ სიტყვებზე კანონის წინაშე პასუხისგება? არა, კანონის წინაშე პასუხისგება არ იმიტომ რომ კანონი არ არსებობს უკვე ამ ქვეყანაში, კანონი კაიღანია უკვე ბიძინა არის და ქართული ოცნება, უზენაესი და ყაება და რა ვიცი ყველაფერი, კანონი, სამართალი და ყველაფერი უკვე გახდა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ მასე თქვა რომ კანონის წინაშე მოუწევს არის ცოტა ზედმეტი უტრირება, არამედ კანონის წინაშე, იმიტომ ქვეყანაში კანონი არ არსებობს, ესა პოლიტიკის ანგარიშწორება და ტრაგედია ზუსტად ისაა, რომ ისე მიიყვანენ ყველაფერი, რომ ნიკა გვარამიასადმი მაქვს სოლიდარობის განცდა. როცა არასიმპათიურად ვიყავი მთელი ცხოვრება, არ ვიცი ახლა რაც ნაცმოძრაობაში იყო და ტოვიდა და რაც გავიწევდა იქ, რაც პროკურორი იყო თუ რაც იყო და რაც იყო. მის მერე მაგ არასიმპათია იმ ადამიანის მიმართ. ახლა მაქვს სოლიდარობის განცდა. ესე ამგერმა იმდენი იქნენ, იმდენი იჩალიჩენ, რომ გვირად გადააქციენ და მაქვს ჩვეულებრივი სოლიდარობა და ვთვლი რომ ის თუ დამარცხება, მერე ტევე პირველი დამარცხება, მერე კავკასია დამარცხება, მერე ნეგატივი დამარცხება ის და საერთოდ რა, საერთოდ თავისუფალი სიტყვის ერთი ადგილიც აღარ იქნება ამ ქვეყანაში და სოლიდარული ვარ უკვე მის მიმართ და ვფიქრობ, რომ უნდა გაიმარჯვოს და ამდენმა არ უნდა მოსვლონ თავისუფალ ამას ვფიქრობ უკვე. აი ეს გააჩალიჩენ ამდენმა ამდენი წვალების და ჩალიჩის მერე რა. ბატონო გოგი, მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს. აი დღეს საუბარი მიმდინარეობდა ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე. თქვენი შეფასება როგორია? ჩემი შეფასება არის ერთი რა. ეს პარლამენტი არის ტრაქშობილი და ეს პარლამენტი ვერ აირჩევს იმ მთავრობას და ვერ დაამტკიცებს იმ მთავრობას, რომელიც რამეს შეცვლის ამ ქვეყანაში და სასიკეთო ნაბიჯებს გადადგამს ამ ქვეყნისათვის. ამას ეს მთავრობა ვერ იზამს, ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა ამას ვერ იზამს და იქნება უამრავი ძველი სახეები, რომლებმაც რა ქნენ, რა გააკეთეთ და რა დღეში ექვეყნა ძალიან კარგად უყურეთ რა. აი რა ქნენ, რა გააკეთეთ, რა დღეშია ქვეყანა არის ყველანაირი კრიზისში ჩაძირული და ისევე იმ მინისტრებს მივარდოთ ახლა ხელისუფლებას მიანდობენ უпроსორად ის ტრაქშობილი პარლამენტი, რომლებმაც ამ დღეში ჩააგდნენ ქვეყანა. აი ესაა რა. ასე რომ მე ველი რომ ძალიან რთული წელიწადი ხდება. აი ძალიან მოკლედ მინდა ბატონო გოგი, ძალიან მოკლედ, რამდენიმე სიტყვით რომ შეაფასოთ 2020 წელი როგორი იყო?
ეს იყო ძალიან ცუდი წელი, ყოველ შემთხვევაში დამთავრდა ისე რომ რა თუ რამე სასიკეთო გქონდა იმ წელიწადს ამან ამარჩევნებმა და ასეთმა ხელისუფლების არჩევამ და ასეთმა პარლამენტმა გადახაზა ყველაფერი აბსოლუტურად რა. აბსოლუტურად გადახაზა ყველაფერი. ეს იგივე ერთ-ერთი ყველაზე რთული წელიწადი საქართველოს ისტორიაში. დიდი თურქობა იყო, მურვანყრუ იყო, აი იმ პერიოდების შესაბამისად დარჩება ეს წელიწადი საქართველოს ისტორიაში. როდესაც მან დემოკრატიისკენ შეეძლო დემოკრატიისკენ ერთი ნაბიჯის გადადგმა, რომ ისევე ტრადიცია გამყარებული იყო, რომ ხელისუფლება მიდის, მოდის ოპოზიცია, მერე ოპოზიცია ხელისუფლებიდან მოსული ხელისუფლება მიდის და მოდის ისევე ოპოზიციაში ვინც იყო, ეს პრეცედენტი იყო უკვე 2012-ში და ეს უკვე გადახაზა ის რომ კოალიციური მთავრობა უნდა ყოფილიყო და ეს იყო ადამიანების სურვილი, ვიტო გავიდა იმ პარლამენტში 11 პარტია და 12-13-იც გადიოდა და 14-იც პროცესიერად შეეტარებიან. ეს ვიტომ ამ ხალხმა მითო დაყო ეს ხმები, რომ უნდა და კოალიციური მთავრობა ამ ადამიანებს არ უნდა და ერთპარტიული პარლამენტი. მითო ვერ ეიღენ მან 48%-ზე მეტი. ჯერ ეგიც გაყალბებულია, მაგრამ თუნდაც კაი 48%, ხო არა, აბიჯო 52-ზე მეტი 50. ესე რატომ უნდა იყოს ხელისუფლებაში? იმიტომ რომ გადააფეთქებული მილიონერი მაჟორიტარების 90% ხო ამნაირებია. მილიონერი მაჟორიტარი დააფეთქებულები. იმდენთან ერთად გააკეთე უმრავლესად ერთი თქვენი გადაცვათი და თქვენ რა გინდათ ხალხო, ეუნება ამას. და პირდაპირ გეუნება ყობახიძე. ყობახიძე ამებს პირდაპირ ხო იგი მის სიტყვებია. ჩვენთვის უმრავლეს შემოა თუ არა ოპოზიცია მაგას მნიშვნელობა არა. ქვეყანას უკიო შეიძლება არ წაადგენსო. ესე იგი ქვეყნის ინტერესი და მაგის ინტერესი, ამ ოცნების ინტერესი ერთი არა. ცალკეა მათი ინტერესი, ცალკეა ქვეყნის ინტერესი. ასეთი პარლამენტის მიერ დამტკიცებული ხელისუფლება ვერ მოიტანს სიკეთეს. ეს არის 2x2 4 და ვართ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, შევდივართ უფრო დიდ პოლიტიკურ კრიზისში და ეს ხდება იმ ფონზე, როცა გვაქვს ეკონომიური და კოვიდ კრიზისი. და ამ კრიზისების განმუხტვას უნდა მყარი ხელისუფლება და პოლიტიკურ კრიზისს მყარი ხელისუფლება არ არსებობს და სტაბილური ხელისუფლება, ასე რომ იმ პრობლემებსაც არ ექნება გადაჭრის გზა. აი ამას და ამას მიდი და პოლიტიკურ კრიზისის გადაჭრის მსოფლიო იზობს მხოლოდ ერთ გზას. რიგარეშე არჩევნები. სხვანაირად არც ერთ საუკუნეში, არც ერთ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ დააჭრილა. ხო და ნუ ამას ბატონო გოგი მართველი პარტია არ ცნობს რიგარეშე არჩევნებს. ძალიან დიდი მადლობა. მივა ამ დღემდე მივა ეს შანსი არ არსებობს რა. აი მართლა იმდენი სიდუქშირია უკვე და იმდენი გაჭირვება აქვს ქვეყანაში. პატარაღაში ალბათ მოქალაქეებიდან რო ისინი კაბინეტიდან ცემატყებები და გამოყანო ჩვენ მოგვიხდება შუაში ჩადგომა რომ მაინც ქართველია და ნუ მოკლავ ცემაში თქვა. იმნაირი სიდუქშირე იქნება ქვეყანაში და იმნაირი გაჭირვება იქნება. ბიუჯეტი რომელიც ჰქონდა კორონამდე ის ვერ უზრუნველყოფდა ქვეყნის ქვეყანაში სოციალურ პრობლემების გადაჭრას და ის ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფდა ქვეყნის ნორმალურ განვითარებას, ხო? რა 19 წელში ვიყავით აყვავებული კორონა რო არისო? რავა მაშინ არისო გაჭირვებული და სოციალურად უცვლელები? რა თქმა უნდა იყო. და ახლა როცა ბიუჯეტი გვაქვს დეფიციტური, როცა გადასახადი არ შედის რესტორნიდან, მაღაზიიდან, არაფრიდან და არაფრიდან. საერთოდ ბიუჯეტში რა სიდან შედის ებული აი თქვა რა მოგვიყვენ მაგრამ უცხოეთ ვარა თქვარი და ვარა მოსული მაგერი მარქსიდან ერთი გვითხრა ბიუჯეტი როგორ ივსება ახლა რითი ივსება და ამან შოუსებელი ბიუჯეტი რა სოციალური მდგომარეობა გვექნება ნუ ამას ახლა რათუ ახლა ბევრი ფილოსოფოსობა და მაგალითად დიდი ეკონომისტობა ამას არ ჭირდება იმიტომ 18-ში და გქონდა ნატირება 19-ში კორონა რო არისო და ბიუჯეტი არ წვდებოდა არაფერს სოციალური პრობლემები და ასე
ახლა რა იქნება წარმოგიდგენია? რომ ბიუჯეტი არ ივსება, რითი ივსება? კუთაისში ამე რა მუშაობს ეგ ვითხარ. ბიუჯეტს რო ფული გადაიხადოს. რაც მუშაობდა, თქვა იმის 10% მუშაობს ახლა ბიუჯეტს, ფული რო შეიტანოს. დარბაზები მუშაობს, რესტორნები მუშაობს, მაღაზიები, მეტია საწარმო კუთაისში არ იყო. თუ რა მუშაობს, ეგ ვიკენდიასა მუშაობდა, განსაკუთრებით დაგედილი აქვს იგიც, ხო? აი რა შეიტანს ქუთაისის ბიუჯეტში ფულს? ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგი დაგემშვიდობებით და ამ კითხვით მივმართავთ ჩვენი ქალაქის მერს და გავარკვევთ რით ივსება ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი კონკრეტულად. ეპარქიების დარიგებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობთ ბატონო გოგი, მაყურებელს შევახსენებთ რომ მთავარი შეკითხვის პარტია თავისუფალი საქართველოს თანადამფუძნებელი პოლიტიკოსი გოგი წულაია პასუხობდა საინფორმაციო პროგრამა მთავარ სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგრძობს. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა, ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობთ რომ გვიყურებთ. ნახვამდის. ქართული ოცნება მოითხოვს, რომ სამართლიანმა არჩევნებმა კიდევ ერთი შეცდომა აღიაროს. ირაკლი კობახიძე ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან ითხოვს უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს საარჩევნო უბნების იმ 8%-ის ჩამონათვალი, სადაც ისფედის მტკიცებით ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კობახიძის თქმითვე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბოდიში უნდა მოიხადოს. კითხვის საპასუხო თუ საიდან იცოდა ოფიციალურად ფაქტის გაცხადებამდე მან პივიტის უზუსტობის შესახებ კობახიძე ამბობს, რომ პირადად გააკეთა შედეგების მარტივი არითმეტიკული ანალიზი, საიდანაც დაასკვნა, რომ უხეში ხარვეზი ფიქსირდებოდა. სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელისგან მოვითხოვთ უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის. ეჭვი გაბარებათ იმაში, რომ მე ვიცი არითმეტიკა. განსხვავებით ელენე ნეჟარაძისგან. არითმეტიკული გაანგარიშებით დავადგინე ის, რომ პივეტიში იყო უხეში ხარვეზი. რატომ? იმიტომ რომ ყველა პარტიას ჰქონდა დამჯდარი მინუსი. რაც ხაპარია. ზოგადად არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტი გამჭვირვალობის და ობიექტურობის. ამბობს სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი მედიასთან საუბრისას. ელენე ნიჟერაძის განმარტებით ქართული ოცნება ცდილობს არასწორი აქცენტები დასვას და მთელი ყურადღება გადაიტანოს მცირედ ცდომილებაზე, რომელიც პროგრამაში გამოვლინდა. პრობლემაა ის, რომ საჩივრების განხილვა არ მოხდა, რომ კარუსელებს ჰქონდა ადგილი, რაც პირდაპირ არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს და ეს არ არის ტექნიკური შეცდომა. აღნიშნავს იგი. ორგანიზაციის მსგავსად ოპოზიციური პარტიების შეფასებით გამოვლენილი ხარვეზი არ ცვლის ფაქტს, რომ არჩევნები გაყალბდა. მათი განმარტებით უბნების 8%-ზე დისბალანსის არსებობა და არჩევნების დღეს დაფიქსირებული ხარვეზები არჩევნების შედეგებს კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ისვედის მიერ პარალელური დათვლის შედეგების კორექტირება 1-2% რეალობას არ ცვლის და ესეც ის ძალიან კარგად ხელისუფლება. ისვედმა სადმე თქვა, რომ მოსყიდვა, ძალადობა, კარუსელი მათ შორის დამკვირვებლებზე ზეწოლა არ მომხდარა? არა. ესენი არ დაუკორექტირებია ისვედს. ისვედმა დააკორექტირა ციფრი, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს მხოლოდ და მხოლოდ ოქმების შეჯამების შედეგს. ისვედია ის ორგანიზაცია, რომელმაც თქვა, რომ ასეთი ცუდი არჩევნები წლებია საქართველოში არ ჩატარებულა. ამიტომ ეს რეალობა ვინმემ დააკორექტირა? არა. ამიტომ უცდილობს ახლა ქართული ოცნება, რომ აიღოს სპილოს მხოლოდ ერთი ნაწილი, კუდი ამ შემთხვევაში და შემოგვასახოს ის სპილო. სამართლიანმა არჩევნებმა 11 დეკემბერს განაცხადა, რომ შიდა აუდიტის შედეგად საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსაცვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც. გასწორების შედეგად კი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა. თუმცა ორგანიზაციის განმარტებითვე სხვაობა მიღებული მანდატების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს. პარალელური დათვლის თავდაპირველი შედეგით ქართულ ოცნებას ხმების 45.8% ჰქონდა კორექტირების შედეგად კი ეს რიცხვი 47.6%-მდე გაიზარდა. რაზია დამოკიდებული მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების 24 დეკემბერს მოხსნა. რამდენი ბიზნეს ობიექტი დაჯარიმდა შეზღუდვების დარღვევის გამო, როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ქვეყანაში და რამ განსაზღვრა დღევანდელი სტატისტიკა. რა არ უნდა გამოგრჩეთ 14 დეკემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომიდან.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1327 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინდელ დღესთან შედარებით კი თბილისში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა. საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ახალი შემთხვევების ახალი რაოდენობა გარკვეულწილად უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების დაბალ ინტენსივობას. თუმცა ისიც დაამატა, რომ გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კი ამბობს, რომ COVID-19 ინფიცირების პიკმა გადაიარა, თუმცა მისივე თქმით თვითდამშვიდების საფუძველი ჯერ მაინც არ არის. გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონისთვის. რა თქმა უნდა დავაკვირდეთ ჩვენ ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე საბოლოო მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიის მიმდინარეობა, როგორც რეგიონების დონეზე, ასევე ქვეყანაში. ისე არ გავიგოთ ახლა, რომ ჩვენ უცბად გავაკეთეთ ნახტომი ქვემოთ 2700-დან 3100-დან 4000-დან უცბად 1327-ზე. ეს არის კვირას შედარებით შემცირებული ტესტირებულთა რაოდენობის ფონზე. დღესვე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ შემდეგ ორ კვირაში მოსალოდნელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. მომავალი ორი კვირა პირდაპირ გეუბნებით, რომ გვექნება გაზრდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არიან კრიტიკულ მდგომარეობაში დაახლოებით 400-მდე ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო, რომ სიკვდილიანობა როგორც წესი დაახლოებით 2 კვირით, 3 კვირით ინაცვლებს, როცა იზრდება ხოლმე ინფიცირების მაჩვენებელი. ამირან გამყრელიძემ გრიპის სეზონთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა პროცესმა წელს შარშანდელთან შედარებით რბილად ჩაიაროს. მისივე თქმით, რისკ ჯგუფებს ტაქსისტებიც დაემატა, რადგან ისინი ახლო შეხებაში არიან მოქალაქეებთან. ასევე მისივე ინფორმაციით რისკ ჯგუფებს დაემატა სკოლის მოსწავლეებიც. მოიხსნება თუ არა 24 დეკემბერს შეზღუდვები. ეს ამ კვირის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თამარ გაბუნიას თქმით, გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მიიღებენ. ერთი კვირა უნდა დავაკვირდეთ, ანუ ეს ერთი კვირა არის ჩვენთვის ეპიდემიოლოგიურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ დავწმუნდეთ რეალურად ის ტენდენცია, რომელიც უკვე არის სტაბილიზაციის შენარჩუნდება. ამდენად ამის მიხედვით მიიღება შემდეგ გადაწყვეტილებები უკვე სხვა დანარჩენ ქმედებებთან. ციფრები, რასაც გვეტყვის, ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დღეს ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი. 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში სულ 31000-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა. მათგან 6018 საქმიანობა შეუჩერდა, ხოლო 27 დაჯარიმდა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბრიფინგზე 2 კვირის სტატისტიკა წარადგინა. 12-13 დეკემბერს სულ ზედამხედველობა განხორციელდა 392 ობიექტზე, რომელთაგან 268 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა საპირისპირო წერილობითი გაფრთხილება, 72 ობიექტს 72 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა მისი დეტალური შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით და დადგინდა, რომ შესაბამისობაში აბსოლუტურად პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები რამდენიმე მოთხოვნით მიმართავდნენ მთავრობას. ერთ-ერთი სფეროში დასაქმებული პერსონალის ანაზღაურების 50%-ით მომატება იყო, თუმცა ეს მოთხოვნა მთავრობას ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია. საიჯარო ხელშეკრულებების კომუნალური გადასახადების შემოქმედებითი თანამშრომლების ჰონორარებისა და გაზაფხულზე სწრაფი ტესტირებების აპარატების სუბსიდირება. საკლუბო სცენისა და ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დღეს 4-პუნქტიანი გეგმა წარადგინეს და ერთობლივი განცხადება გააკეთეს. კლუბები და ფესტივალები მხოლოდ გართობა არ არის, მის უკან ბევრი ადამიანი მუშაობს, რომელსაც დახმარება სჭირდება, ამბობს საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენელი. მაისიდან დაწყებული ყველა ის იჯარებს ეს ბიზნესები მათი მფლობელების საშუალებით ხდიან ყველაფერს რაც წლების განმავლობაში აგროვეს რო გახვიდეთ DJ მარკეტზე საერთოდ ყველაფერი იკითხება ყველაფერს იკითხის უკვე იმიტომ რომ სხვანაირად აღარ აქვს საშუალება რომ შეინარჩუნონ სივრცე თუ მოხდა და რომელიმე ბიზნესმა დაკარგა სივრცე უკვე ხდება შემდეგ მათი პერსონალური ბინების და სახლების ჩამორთმევა, იმიტომ რომ ყველა მათი სესხი კერძო ბინებით არის გამყარებული ბანკებში. იანვრიდან შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როდესაც რომელიმე კლუბი დაკარგავს იჯარას და ამავდროულად ამ კლუბის მფლობელები დაკარგავენ თავიანთ ბინებს. და ეს შეიძლება საკმაოდ მასიური იყოს.
განცხადების შესახებ ბრიფინგზე შეკითხვა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს დაუსვეს. ბექაპერაძემ თქვა, რომ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მისივე თქმით ბიზნესთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. როგორც იცით, ეს არ მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში არის მსგავსი ტიპის გასართობი დაწესებულებების შეზღუდული სამწუხაროდ ჩვენ გვისმის, რომ ეს არის დაუკავშირდება ძალიან დიდ სირთულეებს, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ ხედავთ, რომ მეტი საშუალება ფიზიკურად არ აქვს საკოორდინაციო საბჭოს ამ ეტაპზე. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, არაერთი შეხვედრა მათთან ბიზნეს ომბუდსმენის ჩართულობით, შესაბამის პირების ჩართულობით უკვე განხორციელდა. დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით მე სამწუხაროდ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა მსაობა ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მინდა დაგიდასტუროთ და ბიზნესთან საკმაოდ ეფექტური და ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო სფერო დაახლოებით 10 თვეა დაკეტილია. საქართველოს მთავრობა 2021 წლის თებერვლიდან ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით პანდემიის მიუხედავად ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა, მათ შორის არც აეროპორტების გაფართოების პროექტი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად დავაუქნოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენ სტუმრებს და ასევე მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოში ფრენები თითქმის 9 თვეა შეწყვეტილია გამონაკლისების სახით, მთავრობის დადგენილებით ავიამიმოსვლა მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით არის შესაძლებელი. უცხოეთის სიახლეები მოკლედ. ოფიციალური წარმომადგენლობის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორშაბათიდან Pfizer BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის მიღება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით ამ კვირაში თეთრი სახლის ზოგიერთ თანამშრომლებს ვაქცინა გაუკეთდებათ. კვირას კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ადრეული ვაქცინაცია მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება შემოთავაზებული. ასევე საწყის ეტაპზე ვაქცინა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებსა და მცხოვრებლებს გაუკეთდებათ. Pfizer-ი აცხადებს, რომ მათ ვაქცინას კორონავირუსის წინააღმდეგ 95%-იანი ეფექტურობა აქვს. 11 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელმა ორგანომ იგი უსაფრთხოდ მიიჩნია. ვაქცინის პირველი 3 მილიონი დოზა ამჟამად გადანაწილებულია ამერიკის შეერთებული შტატების 10 ადგილზე 50 შტატში. ბრიტანული ლეგენდა კრისტალ ბეტზე ითამაშე რაც გინდა და აგროვე გათამაშების ბილეთები და ყოველ მეორე დღეს
18 საათსა და 40 წუთზე მოიგე 30 Range Rover-დან ერთ-ერთი. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. რა არის ახალი? 5 ნოემბრიდან დაიმატე ახალი თემატური პაკეტი აჭარა სპორტი. სრულიად უფასოდ და უყურე აჭარა სპორტ TV-ზე და აჭარა სპორტ TV-ზე ინგლისის პრემიერ ლიგას და სხვა ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს ქართველ კომენტატორებთან ერთად. ისიამოვნე Silk TV-ს კიდევ უფრო მრავალფეროვანი სპორტული სანახაობებით და უყურე ყველა ამ მოვლენას ექსკლუზიურად მხოლოდ Silk TV-ში. ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, რაგბი, ხელბურთი, ძიუდო, ჭიდაობა, ფორმულა 1, ძალოსნობა და მრავალი სხვა სპორტული სანახაობა. საახალწლო დაჭერაბეთზე EGT ყვავის ჯეკპოტმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. ითამაშე EGT-ის ლოტები და მოიგე საოცნებო თანხა ნებისმიერ სპინზე. გისურვებთ ბევრად უკეთეს ახალწელს. აჭარაბეთ.com გახსენის საახალწლო საჩუქრები აჭარაბეთზე. ითამაშე სლოტები, გამოცადე ინოვაციური ბონუს რაუნდი და მიიღე შენი წილი 6 მილიონიანი საპრიზო ფონდიდან ყოველდღე. გისურვებთ ბევრად უკეთეს ახალწელს. აჭარაბეთ.com ჩერნობილის ტრაგედიიდან, რომელიც მსოფლიოს ენერგეტიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავარიად შეფასდა, 32 წელი გავიდა. ეს მართლაც განსაკუთრებით მძიმე კატასტროფა იყო, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. საბჭოთა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას სიმართლე დაუმალა და ტრაგედიის მასშტაბებისა და შემზარავი შედეგების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. წირი ინფორმაცია ავარიიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ გავრცელდა. სიმართლე კიდევ დიდხანს იმალებოდა, ასევე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. კოდის ამ ეპიზოდში ვეცდებით გაჩვენოთ და გითხრათ ყველაფერი, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდით. თავდაპირველად კი მოკლედ და მშრალად გამიხსენოთ მომხდარი. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური განთავსებული იყო უკრაინის ტერიტორიაზე, ქალაქ პრიპიატთან ახლოს. ქალაქ ჩერნობილიდან 18, ბელორუსის საზღვრიდან 16 და უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 110 კილომეტრის დაშორებით. Внимание, внимание! Уважаемые товарищи! Городской совет народных депутатов... Держи это место! Держи! Держи! Где дым идет? Где дым?
ავარიის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა 4 რეაქტორი. თითოეული RBMK 1000 არხული ტიპის დიდი სიმძლავრის რეაქტორი, 1000 მეგავატი ელექტროსიმძლავრით. ასევე შენდებოდა კიდევ 2 ანალოგიური რეაქტორი. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაახლოებით გამოიმუშავებდა უკრაინის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მიათეთს. ჩერნობილის კატასტროფა დასახელებულია როგორც 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მე-7 დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200,000 ადამიანი. ჩერნობილის ავარია საბჭოთა კავშირისათვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ფაქტების ინტერპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. რაც მოხდა ვიცით. ყველაზე საინტერესოა როგორ დაუშვეს ამ უზარმაზარ კვლევი ნივთიერებებით გაჯერებულ ცენტრში მსგავსი მასშტაბის კატასტროფა. იმისათვის რომ ვეცადოთ სრული სურათის დანახვა, დავიწყოთ თავიდან. ატომურ ენერგიაზე მომუშავე რეაქტორების მშენებლობა, შემდგომში დაინსტალირებული როგორც ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაცია. გასული საუკუნის 40-იანი წლების მიწურულიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. იაფი ან კიდევ უფასოდენი მსოფლიოს. ეს იყო მიზეზი ამ ყველაფრის შექმნის. დიადი მიზეზი, რაც სინამდვილეში შეუკავებელი ენერგიის მართვა იყო. კაცობრიობის დიდ საშიშროებად და მილიონობით ადამიანისათვის პირად ტკივილად იქცა. ანიმაციური ვიდეო მასალა გვიჩვენებს ატომური ელექტროსადგურების შექმნის ისტორიას. გისაუბრიათ და გიკამათიათ ოდესმე ბირთვული ენერგიის შესაძლებლობის შესახებ. თუ კი, კარგია. ატომური ენერგიის მოძრაობა მე-20 საუკუნის 40-იანებში დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ატომური ბომბის გამოცდის შემდეგ ხილული გახდა ამ ენერგიის შესაძლებლობა. 1950-იან წლებში ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადამიანმა ენერგიის მომავალი ბირთვულ წარმოებაში დაინახა. ბევრის აზრით ელექტროენერგია გახდებოდა უფასო. ყველა მოწყობილობა, წარმოება, მათ შორის ავტომობილი, იმუშავებდა ამ ენერგიაზე. იმ დროის მეცნიერების აზრით, ეს მხოლოდ მცირე დროს და დიდ მუშაობას მოითხოვდა. მომავალი გახდა ატომური. უბრალოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს იყო პირიქით. მოკლედ, დაიწყო ბირთვული რეაქტორების გამალებული მშენებლობა. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. ინჟინრები, ქიმიკოსები და ფიზიკოსები შეთანხმებული ნაბიჯებით ახდენდნენ საოცარი ენერგიის მიღების წყაროებზე მუშაობას. კერძო კორპორაციები ამბობდნენ, რომ ბირთვულ წარმოებაში ინვესტირება სახიფათოა და რისკებს შეიცავს. იმაზე მეც, ვიდრე გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე ინვესტირება. ადამიანებს კი რომეთაც არ უნდათ ატომური ხანის დასრულება, ახალი იდეის მოძებნა მოუწიათ. ბირთვული ტექნოლოგიები საომარ იარაღში. დღესდღეობით 400-ზე მეტი ატომური ელექტროსადგური არსებობს მსოფლიოში. მათი ამოქმედება 1970-იანი წლებიდან დაიწყო და ბუმი 80-იანებში დასრულდა. სუფთა წყლის სისტემაზე მომუშავე რეაქტორის მოქმედების პრინციპი ასეთია. ატომური ელექტროსადგური ბირთვული რეაქციის შედეგად გამოყოფილი სითბოს ხარჯზე აწარმოებს ელექტრულ ენერგიას. ატომური სადგური იგივე თბოელექტროსადგურია იმ განსხვავებით, რომ აქ ქვაბი შეცვლილია ბირთვული რეაქტორით.
რეაქტორში მოთავსებულია ბირთვული საწვავი და ნახშირის, გრაფიტის ღეროები. ამრიგად, ატომური სადგური შედგება სინქრონული გენერატორისგან, ორთქლის ტურბინისგან, კონდენსატორისგან. რეაქტორში სითბოს მიღება ხდება ბირთვული საწვავის ნეიტრონების ბომბარდირების შედეგად. ამას მოყვება ბირთვული საწვავის ატომების ორად გახლეჩა. გახლეჩის შედეგად გარდა ახალი ატომებისა ხდება თავისუფალი 2 ან 3 ნეიტრონის წარმოქმნაც, რომლებიც იწყებენ მაღალი სიჩქარით მოძრაობას. ისინი თავის მხრივ ეჯახებიან სხვა ატომებს და ხლეჩენ მათ და ასე შემდეგ. ამრიგად ადგილი აქვს ჯაჭვურ რეაქციას. აღსანიშნავია, რომ გახლეჩის შედეგად მიღებული ატომების მასათა ჯამი გახლეჩვამდელი ატომის მასაზე ნაკლებია. ბირთვული რეაქციის შედეგად ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა გამოიყოფა. ელექტროენერგიის მიღება შემდეგნაირად მიმდინარეობს. რეაქტორში, სადაც ხდება ნეიტრონებით ურანიუმის ან სხვა ბირთვული საწვავის დაბომბვა, წარმოიქმნება სითბოს დიდი რაოდენობა, რომელიც გადაეცემა წყალს. მიუხედავად სითბოს დიდი რაოდენობისა, აღნიშნული წყალი აორთქლებას ვერ ახერხებს, რადგან დიდი წნევის ქვეშაა მოქცეული. აღნიშნული წყალი მიემართება ორთქ წარმოქმნელისკენ ან თბომცვლელისკენ. აქ არსებულ მილებში ხდება ტურბინის მუშაწყლის გასვლა და მისი აორთქლება. ამ მილებს კი გარშემო მოედინება რეაქტორის წყალი. ამრიგად, რეაქტორის თბოცვლის სისტემის და ტურბინის მუშა სისტემის წყლები ერთმანეთს არ ერევა. ორთქ წარმოქმნელიდან გამოსული სითბოდაკარგული თბოცვლის სისტემის წყალი კვლავ უბრუნდება ბირთვულ რეაქტორს. ორთქ წარმოქმნელიდან გამოსული მაღალი პარამეტრების წნევისა და ტემპერატურის მქონე მუშა სისტემის ორთქლი შედის ტურბინაში. იგი აბრუნებს ტურბინასა და მასთან მიერთებულ სინქრონულ გენერატორს. გენერატორი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომელიც ზაბვის აწევის შემდეგ გაიცემა ელექტროსისტემაში. ამ პროცესს ჭირდება სულ რაღაც 2 წამი. უსაფრთხოების მიზნით თანამედროვე გენერატორები მოქცეულია დაახლოებით 2 მეტრის სისქის რკინა ბეტონის თაღში, რაც უზრუნველყოფს რეაქტორის დაცვას გარემოდან შესაძლო დაზიანებისგან. ეს თაღი დაფარულია 1 მეტრის სისქის ტყვის ფენით, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას შესაძლო რადიაციისგან. რეაქტორს გააჩნია მრავალი ტექნოლოგიური დაცვა. საიმედო სადგურების უმეტესობის უკანასკნელი დაცვა უზრუნველყოფს რეაქტორის ჩავარდნას წინასწარ მომზადებულ 80 მეტრის სიღრმის ორმოში. ეს კი გარემოს რადიაციისგან დაცვის პრევენციას უზრუნველყოფს. დღეს ატომური ენერგია მსოფლიო ენერგეტიკის 10%-ში ადგას. მსოფლიოში 429 ატომური რეაქტორი მუშაობს 31 ქვეყანაში. კითხვა შემდგომშია, ღირს კი ამ ხელა საფრთხე შედარებით დაბალფასიანი ენერგიის მისაღებად, როცა ჯერ კიდევ არსებობს სხვა ალტერნატივები. ამ პრინციპით მუშაობდა ჩერნობილში 4-ვე ატომური რეაქტორი. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ ქვეშ 80 მეტრის სიღრმის ორმო არ ყოფილა. რა მოხდა ჩერნობილში? მოკლე პასუხი ასეთია: აფეთქება და მომწავლელი ნივთიერებების დიდი რაოდენობით ატმოსფეროში გაჟონვა. ხოლო ვრცელი პასუხისათვის მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად. 1986 წლის 25 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დაიგეგმა მეოთხე ენერგობლოკის გაჩერება, შემდგომში სხვა მიზნებით გამოყენებისთვის. გადაწყდა, გამოყენებულიყო ეს შემთხვევა რიგი ცდების ჩატარებისთვის. ერთ-ერთი ცდის მიზანი იყო პროექტული რეჟიმის შემოწმება, რომელიც ითვალისწინებდა გენერატორის ტურბინის ინერციის გამოყენებას შიდა ელექტრომომარაგების გათიშვის შემთხვევაში. ცდები უნდა ჩატარებულიყო 700 მეგავატ სიმძლავრეზე, მაგრამ ოპერატორის უყურადღებობის გამო ის 30 მეგავატზე დაეცა. გადაწყდა, რომ არ აეწიათ სიმძლავრე დაგეგმილ 700 მეგავატზე და 200 მეგავატით შეზღუდულიყვნენ. სიმძლავრის სწრაფი ვარდნით და 30-200 მეგავატზე მუშაობით გაძლიერდა რეაქტორის აქტიური ზონის დაბინძურება ქსენონ 135-ის იზოტოპით. იმისათვის, რომ აეწიათ სიმძლავრე აქტიური ზონიდან, ამოწიეს მარეგულირებელი ღეროების ნაწილი. 200 მეგავატზე მიღწევის შემდეგ ჩაერთო დამატებითი ტუმბები, რომელთა დანიშნულება ცდის დროს გენერატორების დატვირთვისთვის თავიდან აცილება იყო. აქტიური ზონიდან წამოსული წყლის რაოდენობა რაღაც დროის მანძილზე ცილდებოდა დაშვებული მიც. ამ დროისათვის ოპერატორებს მოუწიათ უფრო მეტად ამოეწიათ ღეროები. ამასთან, რეაქტიულობის ეფექტურობის მარაგი დაშვებულ სიდიდეზე დაბლა აღმოჩნდა, მაგრამ რეაქტორის პერსონალმა ამის შესახებ არ იცოდა. ღამის პირველ საათსა და 23 წუთზე დაიწყო ცდა. ამ მომენტში გაუმართავობის ან რეაქტორის არასტაბილურობის შესახებ რაიმე სიგნალი არ ყოფილა.
გაქცეულ გენერატორთან მიერთებული ტუმბების სიჩქარის დაწების და რეაქტიულობის დადებითი ორთქლის კოეფიციენტის გამო რეაქტორის სიმძლავრის მომატების ტენდენციას განიცდიდა, თუმცა მართვის სისტემა ამის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობდა. პირველ საათზე 23 წუთსა და 40 წამზე ოპერატორმა ავარიული დაცვის ღილაკი ჩართო. ოპერატორის ამ მოქმედების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს მოქმედება განხორციელებული იყო სიმძლავრის სწრაფი ზრდის გამო. რეგულატორებმა და ავარიულმა ღეროებმა დაიწყო ქვევით მოძრაობა, აქტიურ ზონაში ჩასვლა, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ რეაქტორის სითბურის სიმძლავრე მყისიერად გაიზარდა უცნობ მაღალ სიდიდეებზე. მოხდა ორი აფეთქება, რამდენიმე წამის ინტერვალით. შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა. პროცესის, რომელიც მიმდინარეობდა აფეთქებამდე, ზუსტი მიმდევრობის შესახებ არ არსებობს საერთო წარმოდგენა. ზოგადად მოიაზრება, რომ თავიდან მოხდა რეაქტორის არაკონტროლირებადი გაქანება, რომლის შედეგად დაინგრა რამდენიმე სითბოს გამომყოფი ელემენტი, ხოლო შემდგომ ამით გამოწვეული იქნა ტექნოლოგიური არხების ჰერმეტულობის დარღვევა, რომელშიც ეს სითბოს გამომყოფი ელემენტები იმყოფებოდა. დაზიანებული არხების ორთქლის შევიდა არხთა შორის რეაქტორულ არეში. ამის შედეგად იქ სწრაფად გაიზარდა წნევა, რამაც რეაქტორის გამორთვა და მისი ზედაფენის აქტივობა გამოიწვია. ამას კი მექანიკურად არხების მასობრივი ნგრევა, აქტიური ზონის მთელი მოცულობის გადახურება და ორთქლის გარეთ გამოვარდნა მოყვა. ეს იყო პირველი აფეთქება ორთქლით. პროცესის შემდგომ მიმდინარეობაზე და მეორე აფეთქებით გამოწვეული რეაქტორის მთლიანად დანგრევაზე არ არსებობს რეგისტრირებული მონაცემები, არსებობს მხოლოდ ჰიპოთეზები. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით ეს იყო ქიმიური ნივთიერებების აფეთქება, იგულისხმება წყალბადის აფეთქება, რაც გამოწვეული იყო რეაქტორში არსებული ცირკონიუმის რეაქციით მიღებული მაღალი ტემპერატურით და სხვა პროცესების გამო. სხვა ჰიპოთეზით ეს იყო ატომური აფეთქება, რაც არის წყლის მიუწოდებლობის გამო რეაქტორის წამიერი ნეიტრონინებით აჩქარების შედეგად მიღებული სითბური აფეთქება. ორთქლის დიდი დადებითი კოეფიციენტი ავარიის გამომწვევ ამ სავარაუდო მიზეზს უფრო რეალურს ხდის. ბოლოს არსებობს ვერსია, რომ მეორე აფეთქება იგივე პირველი აფეთქება, რაც პირველის გაგრძელებას ნიშნავს. ამ ვერსიით ყველაფრის დანგრევა გამოიწვია ორთქლმა, რომელმაც შახტიდან გამოაფრქვია საწვავისა და გრაფიტის დიდი რაოდენობა, ხოლო პიროტექნიკური ეფექტები, ფოიერვერკის სახით გამოფრენილი ცეცხლი და ალმოდებული ფრაგმენტები, რაც თვითმხილველებმაც იხილეს, გამოიწვია ცირკონიუმის რეაქციამ და სხვა ქიმიურმა ეგზოთერმიულმა რეაქციებმა. არსებობს ჩერნობილში მომხდარი ავარიის ორი დამაჯერებელი ახსნა, რომელიც შემდგომში შეიძლება ოფიციალური ვერსიადაც კი დასახელდეს. თუმცა ასევე განიხილება სხვა ალტერნატიული ვერსიების. მაგალითად, ერთის თანახმად მორიგე ოპერატორები იმყოფებოდნენ ალკოჰოლური არყის თრობის ქვეშ, რამაც გამოიწვია უყურადღებობა. უყურადღებობით გამოწვეული ავარიის ფაქტი, რა თქმა უნდა, ვერ დასტურდება, რადგან ეს მორიგე ოპერატორები დაიხუპნენ. საწყისი ვერსია. უპირველეს ყოვლისა, ავარიის მიზეზად დაასახელეს პერსონალი. ასეთი პოზიცია დაიკავა კატასტროფების გამომწვევი მიზეზების გამოძიებისათვის საბჭოთა კავშირში ფორმირებულმა სახელმწიფო კომისიამ, სასამართლომ და ასევე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, კაკებემ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო 1986 წლის ანგარიში ასევე მთლიანად უჭერდა მხარს ამ ვერსიას. რუსული მედიისა და საბჭოთა პუბლიკაციების ძირითადი ნაწილი დამყარებულია ამ ვერსიაზე. ამავე ინფორმაციაზეა დამყარებული სხვადასხვა მხატვრული და დოკუმენტური ფილმები და წიგნები. მათ შორის არის გიორგი მედვედევის გახმაურებული წიგნი ჩერნობილის რვეული. ამ ვერსიით პერსონალის მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის წესების დარღვევაზე გამოტანილია შემდეგი დასკვნა. რეაქტორის მდგომარეობის მიუხედავად ცდის ნებისმიერ ფასად ჩატარება. გასწორებული ტექნიკური დამცველი სამორთვა, რომელიც უბრალოდ გააჩერებდა რეაქტორს მანამ, სანამ რეაქტორი საშიშ რეჟიმში აღმოჩნდებოდა.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მმართველების მიერ ავარიის მასშტაბის რამდენიმე დღით დამალვა. It may seem difficult to believe, but we know more about this nuclear accident than the people living in the Soviet Union. The Soviet media downplaying the disaster, keeping the people there in the dark. ახალი ვერსია. თუმცა ბოლო წლებში ავარიის მიზეზების ამხსნელი ვერსიები სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ხელახლა განიხილება. მათ შორის იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ატომური უსაფრთხოების კომიტეტის კონსულტანტებმა 1993 წელს გამოაქვეყნეს ახალი ანგარიში, რომელიც მეტ ყურადღებას უთმობდა რეაქტორის კონსტრუქციის სერიოზულ პრობლემებს. ამ ანგარიშებში ბევრი დასკვნა გაკეთებული 1986 წელს შეფასდა როგორც მცდარი. თანამედროვე ანგარიშებში ავარიის მიზეზები შემდეგია. რეაქტორი იყო არასწორად დაპროექტებული და საშიში. პერსონალი არ იყო სავარაუდო საფრთხის შესახებ ინფორმირებული. პერსონალმა დაუშვა რამდენიმე შეცდომა და დაარღვია არსებული ინსტრუქციები რეაქტორის მუშაობით გამოწვეული საფრთხის ინფორმაციის არ ქონის გამო. დაცვის მექანიზმის გამორთვა ან არ იმოქმედებდა ავარიის განვითარებაზე, ან არ შეეწინააღმდეგებოდა დოკუმენტების ნორმატივებს. რეაქტორის ნაკლი. რეაქტორს RBMK 1000 რამდენიმე ნაკლი ჰქონდა, რომლებიც მაგათეს სპეციალისტების აზრით გახდა ავარიის მთავარი გამომწვევი მიზეზი. ასევე ითვლება, რომ გენერატორის გაქანების ცდისთვის არასაკმარისმა მომზადებამ და ოპერატორების შეცდომებმა გამოიწვია პირობები, რომლებშიც ამ ნაკლმა თავი უმაღლესი ხარისხით იჩინა. ნაწილობრივ აღინიშნება, რომ პროგრამა არ იყო საჭირო მეთოდით დამტკიცებული და მასში დიდი ყურადღება არ ექცეოდა ატომური უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო ავარიის შემდეგ მიიღეს ზომები ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის. ოპერატორის შეცდომები. თავიდან ამტკიცებდნენ, რომ ოპერატორებმა მრავალი შეცდომა დაუშვეს. ნაწილობრივ პერსონალის დანაშაული იყო, რომ მათ გათიშეს რეაქტორის დაცვის მთავარი სისტემები. გააგრძელეს მუშაობა სიმძლავრის 30 მეგავატზე დაცემისას და არ გააჩერეს რეაქტორი. იმისა მიუხედავად, რომ იცოდნენ, რომ რეაქტიულობის ოპერატიული მარაგი დასაშვებზე მეტი იყო. გამოცხადებული იყო, რომ ეს ქმედებები დანიშნული ინსტრუქციებისა და პროცედურების დარღვევა იყო და ზუსტად ეს გახდა ავარიის მთავარი მიზეზი. მაგათეს 1993 წლის ანგარიში დასკვნები ახლიდან იქნა განხილული. აღიარებული იქნა, რომ ოპერატორების უმრავლესი ქმედება, რომლებიც ადრე ითვლებოდა დარღვევად, სინამდვილეში შეესაბამებოდა იმ დროს მისაღებ სწორ ნაბიჯებს, ან არ იმოქმედა ავარიის მოხდენაზე. ნაწილობრივ, რეაქტორის 700 მეგავატზე ნაკლები სიმძლავრით მუშაობა არ იყო აკრძალული, რომელიც ადრე ასე ითვლებოდა. ახლა უკვე პერსონალის ქმედების ანალიზისას ყურადღება ეთმობა არა კონკრეტულ დარღვევებს, არამედ უსაფრთხოების კულტურას. ასევე აღსანიშნავია, რომ თვით სპეციალისტების ეს აზრი ატომური უსაფრთხოების შესახებ გამოყენებული იქნა მხოლოდ ჩერნობილის ავარიის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ანგარიში აქცენტი შერეული იყო და ავარიის მიზეზად დასახელდა რეაქტორის ნაკლი, მაგათეს ექსპერტები ავარიის მიზეზად თვლიან პერსონალის არასაკმარის კვალიფიკაციას და მათ გაუცნობიერებლობას უსაფრთხოებაზე. ზეგავლენის მქონე რეაქტორის თვისებებში. ამ პრინციპით პერსონალმა არ იცოდა საფრთხის შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო რეაქტიულობის დაბალ მარაგზე მუშაობასთან. ალტერნატიული ვერსიები. სხვადასხვა დროს ჩნდებოდა ჩერნობილის ავარიის ამხსნელი სხვადასხვა მიზეზები. სპეციალისტები იძლეოდნენ სხვადასხვა ჰიპოთეზებს, თუ რა მოახდინა სიმძლავრის დაცემა. მიზეზებს შორის ითვლებოდა ეგრეთ წოდებული ტუბოების ცირკულარობის მოშლა, მათი მუშაობის კავიტაციით დარღვევა, რომელმაც გამოიწვია წყლის გახარჯვა დაშვებულზე მეტი რაოდენობით, მის ადანების დანგრევა და სხვა. ასევე განიხილებოდა სიმძლავრის დაცემის შემდგომ რეაქტორის დანგრევის პროცესის მიმდინარეობის და ამის შემდეგ საწვავის მოქმედების სხვადასხვა სცენარები. ზოგიერთი მათგანი უარყო გამოძიებამ, რომელიც შემდგომ წლებში ჩატარდა, ხოლო დანარჩენები კი დღემდე აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებს შორის კონსენსუსი არსებობს ავარიის მთავარ მიზეზებზე, მაინც ზოგიერთი დეტალი დღემდე გაურკვეველი რჩება. ასევე არსებობს ვერსიები, რომლებიც კარდინალურად განსხვავდება ოფიციალურისგან. მაგალითად, გამოთქმულია აზრი, რომ აფეთქება მოხდა დივერსიის შედეგად. ამ ვერსიის მომხრეები გვახსენებენ, რომ დანგრეული ბლოკის სურათი ამერიკულმა თანამგზავრმა გადაიღო.
რომელიც მათი აზრით საჭირო დროს და საჭირო ორბიტაზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თავზე აღმოჩნდა. ასევე მტკიცდება, რომ ამ ავარიით მწყობრიდან გამოვიდა საიდუმლო ობიექტი ჩერნობილი 2 ან ჰორიზონტალური რადიოლოკაციის სადგური. როგორც ნებისმიერი სხვა შეთქმულების თეორია ამ ვერსიის უარყოფა რთულია, თუმცა ის საფუძველს მოკლებულად მიიჩნევა. კიდევ ერთი ვერსია, რომელმაც ფართო პოპულარობა პოვა, ავარიას ლოკალური მიწისძვრით ხსნის. მტკიცებულება მოყვანილია სეისმური ძვრით, რომელიც დაფიქსირდა ავარიის მომენტში. ამ ვერსიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ძვრა რეგისტრირებული იყო მანამდე და არა აფეთქების პერიოდში, ხოლო კატასტროფამდე მომხდარი ძლიერი ვიბრაცია შესაძლოა გამოიწვია არა რეაქტორმა, არამედ მიწისძვრამ. იმის მიზეზად, რომ მეზობელი მესამე ბლოკი არ დაზიანდა, სახელდება ის ფაქტი, რომ ცდა ტარდებოდა მხოლოდ მეოთხე ბლოკში. ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, რომლებიც სხვა ბლოკში იმყოფებოდნენ, რაიმე ვიბრაცია არ უგრძნიათ. ბოლო 30 წელია თანამედროვე მსოფლიო ცდილობს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიის შედეგად გამოწვეული კატასტროფის აღმოფხვას. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ მომდევნო 20,000 წლის განმავლობაში ეს ადგილი და მისი მიმდებარე ტერიტორიები ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისათვის გამოუსადეგარი იქნება. მომდევნო ბლოკში ჩვენ ვისაუბრებთ კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაზე. ავარიის შედეგები, უშუალო შედეგები, ჩერნობილის ხანძრის ლიკვიდაცია. მეოთხე ბლოკში უშუალოდ აფეთქების დროს დაიღუპა ერთი კაცი, კიდევ ერთი დამწრობი დაიღუპა იმავე დღეს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 134 თანამშრომლიდან და მაშველი ჯგუფის წევრებიდან, რომლებიც აფეთქებისას იმყოფებოდნენ სადგურზე, მოგვიანებით 28 დაიღუპა დასხივების შედეგად. სულ მალე ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ გამოჩნდნენ ელექტროსადგურის დაცვის სახანძრო სამსახურის ქვეჯგუფები და დაიწყეს ცეცხლის ჩაქრობა სამანქანო დარბაზის სახურავზე. საათში 1000 რენტგენიანი ორი აპარატურიდან ერთ-ერთი მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო მეორე მიუწვდომელი შეიქმნა ჩანგრევის გამო. ამიტომ პირველ საათებში არავინ არ იცოდა ბლოკის შენობებსა და მის გარშემო ტერიტორიაზე არსებული რადიაციის დონის შესახებ. ავარიის შემდეგ პირველ საათებში, როგორც ჩანს, ბევრმა ვერც კი გაიაზრა, რამდენად იყო დაზიანებული რეაქტორი. ამიტომ მიღებულ იქნა რეაქტორის აქტიურ ზონაში მისი გაცივებისათვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფის მცდარი გადაწყვეტილება. ეს ძალისხმევა უსარგებლო იყო, რადგან ისევე როგორც წყალსადენი მილები, ასევე თვითონ აქტიური ზონა დანგრეული იყო, მაგრამ ისინი ითხოვდნენ მაღალ რადიაციულ ზონაში მუშაობას. სადგურის პერსონალის სხვა ქმედება ისეთი, როგორც იყო ლოკალური ცეცხლის ჩაქრობა, შემდგომი აფეთქების თავიდან ნაცილებისათვის არ იყო საჭირო. შესაძლებელია მათ აღმოფხვრას კიდეც უფრო სერიოზული შედეგების საშიშროება. ამ სამუშაოების შესრულებისას სადგურის ბევრმა თანამშრომელმა მიიღო რადიაციის ძალიან მაღალი დოზა, ხოლო რამდენიმე სასიკვდილო. ამ რიცხვში აღმოჩნდა ბლოკის ცვლის უფროსი აკიმოვი და ოპერატორი ტოპტუნოვი. მმართველობის ბრძანებები ადამიანების წინააღმდეგ იყო მიმართული. ფაქტობრივად ისინი გაწყინეს. ავარიის შედეგების ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის მედალი. ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს წარმომადგენელი ბორის შერბინი, ევდოკიმესზე. სამუშაოების კოორდინაციისათვის ასევე ბელორუსიაში, საბჭოთა უკრაინაში და საბჭოთა რუსეთში შეიქმნა რესპუბლიკური კომისიები, სხვადასხვა უწყებითი კომისიები და შტაბები. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30 კილომეტრიან ზონაში მიდიოდა